არ მოტყუვდეთ მიმზიდველი ფასების, სწრაფი მიწოდების დაპირება და ბოლოს დაკარგული თანხა და გაუჩინარებული შეკვეთა. მოქალაქეები ამტკიცებენ, რომ ონლაინ მაღაზიაში შეძენის შემდეგ ძვირადღირებული პროდუქცია არ მიუღიათ. კურიერი PS არაერთმა ტელემაყურებელმა მოგმართა. მომხმარებლებს საჩივრები პოლიციაშიც აქვს შეტანილი. პროცესში ჩართულია კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტოც. ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია რა სქემით მუშაობს ეს კომპანია და რატომ ვერ იღებენ მომხმარებლები გადახდილი თანხის სანაცვლოდ შეძენილ ნივთებს. რეპორტაჟზე მუშაობის დაწყების შემდეგ მეგასმარტის დირექტორმა გთხოვა დღეს არ გაგვეშვა მასალა. მიზეზად შავი პარასკევი და დიდი რაოდენობით შეკვეთები დაგვესახელა, გვითხოვ რომ სიუჟეტის გასვლამ შესაძლოა კომპანია დააზარალოს. თემაზე მარიკა გოცირიძე მიმუშავა, რომელმაც ფაქტობრივ მისამართზე მეგასმარტის ოფისის ნაცვლად სრულიად სხვა კომპანია ნახა. არის თუ არა ეს წინასწარ გაწერილი თაღლითური სქემა? ნახოთ რეპორტაჟში. ამ ჯგუფს ახლახან დავემატე. ერთ-ერთი დაზარალებული აუცილებლად შევიდან პოლიციაში საჩივარს. მე ყველგან დამბლოკეს და აღარ პასუხობენ. 6 სექტემბერს შეკვეთილი ნივთები ჯერაც არ მოუტანია. მოთმინების ფიალა ამებსო, ყველას გავაგებინოთ, რომ თაღლითია. ეს დაზარალებული მომხმარებლების მიმოწერაა, რომლებიც ონლაინ შოპინგისას არაკეთილსინდისიერი მოვაჭრის მსხვერპლად იქცნენ. ვირტუალური მაღაზია, რომელსაც მომხმარებლები უჩივიან მეგასმარტია და ის საკმაოდ მომხიბვლელ შეთავაზებებს აკეთებს. თუმცა ხშირ შემთხვევაში ონლაინ ვაჭრობა ონლაინ სივრცეშივე სრულდება და შეკვეთა ფიზიკურად მომხმარებლამდე არ მიდის. ზაფხულის პერიოდში, როდესაც ძალიან სიცხეები იყო, კომპანიის სახელზე ვყიდულობდი ამ კონდიციონერს. 3853 ლარი არის ჩემ შემთხვევაში. ველოდებოდი ამ კონდიციონერის მოტანას 3-დან 7 დღეში, იმიტომ რომ ესე გვითხრეს. თუმცა რო არ მოხდა ამის მოტანა და თან იმდენად ცხელოდა, რომ ვიფიქრე, რომ მე თვითონ წავალ საწყობში და წამოვიღებ, ეს საწყობის არსებობა ვერ გავარკვიე სად იყო და პოლიციაშიც დავწერე განცხადება. ჩემი პირველადი მიზანი არის ის, რომ ცხადია მე დავიბრუნო კომპანიის თანხები და მეორე რომ მომავლის პერსპექტივაში არავინ არ დაზარალდეს. მომავლის პერსპექტივაში ახალი დაზარალებულების ალბათობა დიდია, რადგან ონლაინ მაღაზია გაყიდვებს ამ დრომდე განაგრძობს. უკვე დაზარალებული მომხმარებლების შეტყობინებებზე კი კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტო მუშაობს. მეგასმარტის წინააღმდეგ მიმდინარე წარმოების ფარგლებში ამ ეტაპზე 9 განცხადებას განვიხილავთ. ჩვენ აქტიური კომუნიკაცია გვაქვს როგორც მოვაჭრესთან, ასევე მომხმარებლებთან. თუ მოვაჭრე არ ასრულებს ნაკის ვალდებულებას, სააგენტო უკვე გადადის საჯარიმო სანქციის ეტაპზე და ეს ჯარიმა შეიძლება განისაზღვროს მოვაჭრის წლიური ბრუნვის 2%-მდე. მას შემდეგ, რაც მეგასმარტის წინააღმდეგ განცხადება შედის სააგენტოში, გამყიდველი ცდილობს დააკმაყოფილოს და გააჩუმოს მომჩივანი. ზოგ ზარალის ანაზღაურებას კრიტიკული პოსტების აღების სანაცვლოდ პირდება. რეალურად რა სქემით მუშაობს მეგასმარტი, ამის გასაგებად კომპანიის სათაო ოფისში მივედით. თუმცა ამ მისამართზე არა ონლაინ მაღაზიის, არამედ ერთ-ერთი ბანკის სათაო ოფისი დაგვხვდა. სად არის ეს ოფისი? ვიყავით და იქ თქვენი ოფისი არ არის. დაგხვდებოდით. აი მოვალ ახლა. ეხლა მე ესე ვერა, იმიტომ რომ თუგდებოდ სხვაგან შევხვდეთ საქმეს. სატელეფონო საუბრისას შექმნილი პრობლემები მეგასმარტის ხელმძღვანელმა კომპანიის სისტემური ხარვეზით ახსნა. მან აღიარა, რომ არასწორი მუშაობის გამო სახელმწიფომ დააჯარიმა კიდეც, თუმცა იმას, რომ ეს წინასწარ გაწერილი სქემაა, უარყოფს. სისტემური, ანუ რაღაც ხარვეზი მოხდა, რის გამოც შემდეგ კომპანია მთლიანად აირია, ესე რომ ვთქვათ, მოხდა გარკვეული შეცდომა, რის გამოც სახელმწიფო მიიღო ადეკვატური გადაწყვეტილება და მოხდა ჩვენი დაჯარიმება. რატომ დაგაჯარიმეს? არასწორი მუშაობის გამო. ეს თაღლითური სქემაა წინასწარ შემუშავებული? არანაირი თაღლითური სქემა არ არის. ყავს ძალიან ბევრი მომხმარებელი. მათ შორის ბევრი დაზარალებული. არანაირი ბევრი დაზარალებული. რეალურად 4-5 მომხმარებელია, ესე რომ ვთქვათ. ნამდვილად ნერვიულობ ამასთან დაკავშირებით, ესე რომ გითხრათ, მაგრამ თითოეულთან მაქვს კომუნიკაცია. კომუნიკაცია დაზარალებულებთან მართლაც აქვს. პრობლემების მოგვარების დაპირებით და ნეგატიური კომენტარებისგან თავის შეკავების თხოვნით. იგივე თხოვნით გიორგი მიკრტიჩიანმა ჩვენც მოგუმართა. თქვენთან მაქვს თხოვნა, არ ვიცი რამდენად შეიძლება რომ ეს გაითვალისწინოთ შავი პარასკევის ფასტაკლების ფონზე. ორშაბათიდან არის განსაკუთრებულად ბევრი შეკვეთა. დღეში მინიმუმ 150-200 ადამიანი ყიდულობს ჩვენგან ნივთებს. რუსთავიორზე ინფორმაციის ესეთი გაჟღერება, ესე რომ ვთქვათ, ჩემი აზრით უფრო მეტ კოლაპსს გამოიწვევს ჩვენთან.
სანამ მეგასმარტი მომხმარებლების შენარჩუნებას ცდილობს, მის წინააღმდეგ საჩივრები შედის პოლიციის სხვადასხვა განყოფილებებში. იმისთვის კი, რომ მსგავსად დაზარალებულთა წრე არ გაფართოვდეს, ონლაინ შეძენისას მომხმარებლებმა უნდა გაითვალისწინონ რამდენიმე რჩევა. არჩევანი შეაჩერონ ბრენდულ, ქსელურ ან უბრალოდ მაღალი სანდოობის კომპანიაზე. გადაამოწმონ მათი აქტიური პლატფორმები და გაიცნონ სხვა მომხმარებლების უკავშირს. შეინახონ გადახდის ქვითარი და პრობლემის შემთხვევაში მიმართონ სააგენტოს ან პოლიციას.